ბორდიული გაჭრილი არის ამ ხარეს ეტლის კიბეების მხარეს, ანუ ბორდიურიდან ხვდებით პირდაპირ კიბეებზე და მარეთის მოსაგები ადამიანს მოუწევს, რომ გაიაროს საკმაოდ გრძელი მანძილი, რომ მოუაროს და პანდუსის მხარეს ამოვიდეს და პანდუსის მხარეს არ არის ბორდიული გაჭრილი და არც მანქანის მისადგომი არის. ბიზნეს ცენტრია, ხედავთ რომ მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებია, მეორე სართული შეუწევადია ფაქტურად ეს პირველი სართულით. ეს არის ეკლესია, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე შენდება. ძალიან კარგი საკმაოდ გრძელი ესეთი პანდუსია გაკეთებული, რომელსაც ადვილად შეძლებს ადამიანის სარგებლობას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს პანდუსი ვეცდება შემდეგ მეორე პანდუსს, რომლის დახრილობა არის ძალიან ისეთი, რომ ფაქტურად შეუძლებელია შეესვა. ადამიანის ეკლესიაში პრობლემა არ არის, პირდაპირ კიბეები და არის შეზღუდული არის, იქაც არის, შენობა არ არის ეცდები თუნდაც გამოსწორდეს ესეთი ევროპულ ქვეყნებში ეს შედარება გააკეთეს და სამშობლო დაგჭირება ესეთი რომ თითქოს შეძლოს ადამიანები ძალიან ბევრი ჩვენთან არა. ამდროს ძილო პირიქით იყოს. საქმე იმაშია რომ იქ ამ ადამიანებს აქვთ მობილობის საშუალება, იქ ადამიანები ეს ადამიანები გადაადგილება ჩვეულებრივად არის სატრანსპორტო საშუალებები, კომუნიკაციის საშუალებები და ყველაფერი ის ადრე ჩვენ ახლა ილაპარაკეთ ეს პრობლემა. ამიტომაც ეს ადამიანები საზოგადოებაში არის. ჩვენთან ეს ადამიანები მარგინალდებათ იქცენ, იმიტომ რომ მათთვის უმეტესობა მათთვის არ არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი თემაა და ვფიქრობ საზოგადოების ყველა ადამიანს შეეხება გარკვეულწილად ამ პრობლემასთან. ყველანი ვალდებულები ვართ გავეთავისოთ ეს საკითხი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია ეს ფაქტიც. რომ დღეს ამ შეხვედრას საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ესწრებიან და ესწრებიან ასევე პოლიტიკური ორგანიზაციები. ყველას მოუწოდებ, რომ ერთმანეთის მიმართ უფრო თანადგომა გქონდეს საერთო ცხოვრებაში. და ეს კი თანადგომა არ არის, ეს ვალდებულება არის და ცნობიერება არის. შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ თვითონ გამგეობის შენობა არ არის მოწესრიგებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არ არის შეღწევადი. რა თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მაშინ როდესაც მოხდა რეკონსტრუქცია, ყველანაირი საჭიროებები იყო გათვალისწინებული, ჩამოვიდა კანცელარია პირველ სართულზე იმისათვის, რომ შეღწევადი ყოფილიყო არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის, არამედ მოხუცებისათვის, ბავშვებისათვის და სხვა ადამიანებისათვის, რომლებთვისაც მიუღწეველი იყო მესამე სართულზე განთავსებული კანცელარია. რაც შეეხება პანდუსს, რომელიც არის ამ წუთას არის დასასწრებლად არღვევით, თუმცა თანდათანობით როცა გამოგებაში გამოსწორდა მსროლობა შეიძლება გაიარეს გზა, ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქცია, იმ მდგომარეობის გაზიარების და შეცნობის აქცია, რომელშიც იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდა ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელთაც აქვს ფორმალური პანდუსები. რამდენი შეესვა შეგიძლია? 2011 წელს იყო რა ობიექტი დღეს დაემატა კიდევ დაახლოებით 4 ობიექტი. რომ ამ დაბანაკებას სიცხეში ჩვენს გვერდიდან გამოხატეთ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისი უფლებების დაცვის დღე აღინიშნება დღეს საქართველოში.